ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 2014 წელს საინვესტიციო ბუმს ელოდება. პრემიერის ეს განცხადება ბიზნესმენებმა და ექსპერტებმა შეაფასეს. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ყველა აღიარებს, თუმცა საინვესტიციო ბუმი არარეალურად ეჩვენებათ. მე ველოდები ინვესტიციების მივიტყოდი ბუმს. საინვესტიციო ბუმი. ყოფილი ხელისუფლების საყვარელ ტერმინოლოგიას მოქმედი პრემიერ-მინისტრი იმეორებს. რასაფუძველი აქვს ღარიბაშვილს მასშტაბურ ინვესტიციებზე სასაუბროთ. ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის Eastgate ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საინვესტიციო ბუმის ნიშნებს ვერ ხედავს. ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საკუთრების დაცვა კვლავ პრობლემად რჩება და უცხოელ ინვესტორებს კითხვები აქვთ. ხელოვნურად ხდება კონკურენციის შეზღუდვა და ხელყოფილი არის ჩემი კერძო საკუთრება. თუ ეს ასე გაგრძელდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვერანაირ ინვესტიციების ბუმზე. საქართველოში არ არის მოსალოდნელი გარკვეული ბუმი ინვესტიციებში. საინვესტიციო ბუმის ხელის შემშლელ მთავარ მიზეზად ქვეყნის არასტაბილურ ეკონომიკურ პოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებს ექსპერტი კახაჯაყელი. ეკონომისტის საუბარს ბუმის შესახებ მაღალფარდოვანს უწოდებს. დღეს გამომდინარე ჩვენი დანაწევრებული ქვეყნისა და ფრაგმენტებად ქცეული ეკონომიკისა, ასევე სოციალური კატაკლიზმებისა და თუნდაც პოლიტიკური გარკვეული პრობლემებისა, შესაბამისად ეგ საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში არ უნდა იდგეს, რაღაც გარკვეული ბუმის შესახებ. საუბრებს საინვესტიციო ბუმის შესახებ აბსურდულს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში და პრემიერ-მინისტრს შეჩერებულ პროექტებს ახსენებენ. ვინც შემოდიოდა და ფულსდებდა, ისინიც გაიქცნენ საქართველოსთან, ხო? და ეხლა ზღვა და მორევები და ბუმები ინვესტიციების ღმერთმა ქნას რო იყოს, მაგრამ ისევ ოცნებებში ვიყოთ თუ საქმე ვაკეთოთ. პრემიერის განცხადებას ვერ აფასებენ, თუმცა ქართული ბაზრით დაინტერესებულ ბიზნესმენებზე ხმამაღლა საუბრობენ საინვესტიციო სააგენტოში. სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესი მოლოდინის რეჟიმიდან გამოდის და პოლიტიკური ფონი წელს გაცილებით მშვიდია. თუ რეფორმების შეგრძელდა როგორც მიდის, ის საკანონმდებლო ინიციატივები იგივე ანტიმონოპოლიური და ასე შემდეგ, ფიქრობ, რომ საქართველოს იქნება იდეალური ადგილი ჩვენს რეგიონში ბიზნეს საწარმოებლად. ოფიციალური სტატისტიკა პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შესახებ მონაცემებს მხოლოდ 2013 წლის 9 თვის შესახებ იძლევა. ამ პერიოდში ქვეყანაში $697 მილიონ მეტი ინვესტიცია განხორციელდა.